2 ივნისია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამო მშვიდობის. ოპოზიციაში პოლიტიკური დაპირისპირება დაიწყო. თემა ადგილობრივი არჩევნებია. 2021 წელს შევძელით და წავართვით დაახლოებით 10-ზე მეტი ხალხი. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. სამართლებრივად უარესობისკენ, მაგრამ პოლიტიკურად საჩვენოდ. და ეს ხო, ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება? ან თუნდაც ფიქრი იმაზე, რომ ჯერ ვიმსჯელოთ. უკვე ცნობილია, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. მეორე ნაწილი ამის გამო მათ აკრიტიკებს. დარწმუნებული ვარ, რომ ლევოს მოუწევს პოზიციის ცვლილება. წინააღმდეგ შემთხვევაში წავა იმდენად დიდი მასის წინააღმდეგ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ საკუთარ ელექტორატთანაც კი ექნება პრობლემა. ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ვინც არ უნდა იყოს, რომელიც განიხილავს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ღალატობს პატიმრებს, ღალატობს ყველას, ვინც სცემეს, დაამცირეს, ღალატობს პროცესებს და უნდა ჩაირეცხოს ისე, როგორც ქართული ოცნება. რა ხდება გვინდაო ადგილობრივი არჩევნებიო, არ გააყალბებენ და მოვიგებთო, მე ვახშემ. რომ ვამბობდი ხომ გახსოვთ, პასუხობდნენ ამას რას გვაბრალებთ, რას კადრულობთ, აკიფ თქვი იკეკლუცებენ ხალხთან ვითომ პრინციპულები და ბოლოსკენ შემოაპარებენ თქო. ხო და მე ვახშის გათავისუფლებული საქართველო არ გაიშვა, თან უპროცენტოდ გათავისუფლებული არ არსებობს. უგუნური ოპოზიცია ნელ-ნელა წმუნდება, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში. ისინი ნელ-ნელა გონს მოეგებიან და უფრო და უფრო მეტ განცხადებას დავინახავთ იმის მხარდამჭერს, რომ შემოვიდნენ ამ საარჩევნო ველზე. როგორ უყურებს საზოგადოება ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს? გადაცემის პირველ ნაწილში მწერალი რეზო მიშველაძე. გადაცემის მეორე ნაწილში მოусმინეთ თაკო ჩარკვიანს, ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. და დღევანდელ ჩვენს გადაცემას სახალხო მწერალი რუსთაველის პრემიის ლაურეატი ბატონი რეზო მიშველაძე გახსნის. ის უკვე ხაზი არის საღამო მშვიდობისა. ბატონ რეზო, მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში უნდა მოგილოცოთ, კიდევ ერთი პრემია მიიღეთ. ამჯერად უკვე მსოფლიო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის, ხომ? და კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩვენი გადაცემის სახელით. ბატონ რეზო, უნდა ვისაუბროთ დღესაც პოლიტიკაზე. დიდი მადლობა, ბატონ ვახტანგ. იახ. ბატონ რეზო, მოდი დავიწყოთ. ძალიან ცოტა დრო დარჩა თვითმმართველობის არჩევნებამდე და უკვე გამოიკვეთა ის, რომ ოპოზიციისგან რამდენიმე პარტია უკვე მიიღებს მონაწილეობას, რასაც მეორე ნაწილი დაუპირისპირდა ოპოზიციის. თქვენ როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს აი ეს დაპირისპირება? თუ ოპოზიცია ერთმანეთში ვერ თანხმდება, რატომ აქვს მაშინ პრეტენზია, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ? ჩემო ვახტანგ, სხვათა შორის ეს პროცესები მე და შენ თუ გახსოვს ერთ-ერთ წინა გადაცემაში წინასწარ გამჭვრიტეთ. მე ვიცოდი, რომ როცა პარლამენტის არჩევნებში დამარცხდა ოპოზიცია, იგი კარგა ხანს გაითამაშებდა გაბუტული მრევლის როლს და მერე წაეპოტინებოდა ადგილობრივ არჩევნებს. იქ მაინც წყალში თევზი დავიჭირო. ახლა საქმე ის გახლავთ, რომ მე მათი გულწრფელობისა მაინც და მაინც არ მჯერა. მართალია, ბევრი შეიძლება სწორად მოაზროვნე, პატიოსანი ადამიანია ოპოზიციაში, მაგრამ ძირითადი მასა, ჩემო ვახტანგ, არის შემცდარი და მე გული მტკივა ამის გამო. აი რას გულისხმობ? დამთავრდება ადგილობრივი არჩევნები, დამთავრდება ისე, რომ გამოცხადდება გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამო და ეს ასე იქნება. მე როგორც მწერალმა ვიცი ჩემი ერის განწყობა და დამოკიდებულება თანამედროვე პოლიტიკური მოვლენებისადმი, მაგრამ ახლა დაიწყება მეორე ტალღა. გააყალბეს ისევ მოგვატყუეს. ისინი ხო მიჩვეული არიან იმ გარემოებას, ემუდარებოდა ქართული ოცნება
ერთი ფაქტი მაინც მოიტანეთ არჩევნების გაყალბებისა. არა ჯიუტად იდგნენ. აბა მაშინ მოდით დავждეთ, ვიკამათოთ. კამათი ხომ შეიძლება ფაქტებით. აქაც სასტიკ უარზე იდგა ოპოზიცია და როცა მიმართავდა ჩვენი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, რომელმაც ვერაფერი ვერ გააგებინა ოპოზიციას, უცხოეთის ზოგიერთ აი ამ ოპოზიციის დამხმარე დამკაშს მოდით ვიკამათოთ, დავждეთ, იქნებ თქვენ გაქვთ რაიმე ფაქტები იმისა, რომ არჩევნები გაყალბდაო, ისინი სასტიკ უარზე იდგნენ. ჩვენ თქვენთან კამათს არ ვაპირებთ, ფაქტი ერთია, რომ არჩევნები გაყალბდაო. ახლა გუშინ წინ ტელევიზიის ერთი წარმომადგენელი შემოახდა ქუჩაში დადიოდა და მოქალაქეებს ეკითხებოდა მითხარით თქვენი აზრი ოპოზიციაზეო. ზოგმა რა თქვა, გაბრაზებული მოქალაქეები მოგეხსენებათ და ერთმა თქვა, ერთი სიტყვით შეიძლება დავახასიათო დღევანდელი ოპოზიცია. დიახ. ბრძანეთო, ჟურნალისტმა უთხრა. დაღლილი თქვა. დაღლილია ასე ფიქრობთ ოპოზიცია? ახასიათება. ხო, გამეცინა ამაზე. ჭეშმარიტად დაღლილი. ახლა როცა არ მოწყინდებათ და ერთი და იგივე ფორმა თავისი პოზიციის გამოხატვისა, წინააღმდეგობისა, ეს გაუთავებელი მანიფესტაციები გრძელდება უკვე რამდენიმე თვეა. დიახ. იცით რა? ეს ფსიქოლოგიურად სულ სხვა მდგომარეობაში გადადის და აი რა მდგომარეობაში თუ მომცემთ ნებას გისმენთ ბატონო რეზო, გისმენთ. წერლის თვალსაზრის მოგახსენებთ. აი რა ხდება? ესე იგი წინა კვირეებში დასაწყისში ოპოზიციისა გამძაფრებული ოპოზიცია აიყოლიებს ახალგაზრდობასაც, სტუდენტობას, მოგეხსენებათ პოლიტიკურად გაუცნობიერებელი მასის დაყოლიება და შენს ჭკუაზე გადაყვანა იოლი არ არის, მერე დარწმუნდება სხვადასხვა სოციოლოგიური ფენა მონაწილე ამ მანიფესტაციებისა, რომ აქედან არაფერი არ გამოდის. ახლა მდგომარეობა გადადის სულ სხვა ყალიბში. მე ამას წინათ გამოვაქვეყნე პატარა ნოველა წერლის გაზეთში. ამ ნოველას ქვია ვინ წინა და ვინ უკანა. შევეცადე ჩემი ჭკუით, რასაკვირველია, ჩემი პოზიციით, მე შეიძლება ვინოხერი ვარ, მაგრამ ხომ აქ რაღაცა პატარა გამოცდილებაც პარლამენტში ყოფნისა, ცოტა პოლიტიკური დაკვირვების უნარიც ალბათ, როგორც შენ ამბობ, ხანდახანდა როგორც სხვები ამბობენ და ამიტომ შევეცადე დამეხატა ეს პროცესები. პროცესი არც თუ ძალიან ლამაზი ჩანს. ერთხარეს დგას თავზე ფარაფარებული პოლიცია, წესრიგის დამცველი, მეორე დღეს აი გამალებული ქვების სროლა, კბილთახჭიალი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გადის დრო გონება ოპოზიციონერისა და თვით წესრიგის დამცველისაც ეჩვევა ამ მდგომარეობას. ეხლა უკვე ერთი დამსახურებული მასწავლებელი ინტერვიუს აძლევს ჟურნალისტს და ეუბნება, იცით რა, თავიდან გამოვდიოდი ენთუზიაზმით და სულ ფიქრობდი, აი დღეს, აი ხვალ დამთავრდება, აი უკვე ავიღებთ ხელში ძალაუფლებას. კი, მაგრამ ეკითხება ჟურნალისტი, თქვენ რაიმე თქვენი პროგრამა გაქვთო ქვეყნის გადარჩენის და ქვეყნის შველისო? არაო, პროგრამა არა, მაგრამ მე ვფიქრობდიო, რომ წაშავდებიან ესენი
ეს ხელისუფლება მერე დავждებით და მერე გავარკვევთ რა უნდა გავაკეთოთ მომავალშიო. გაუთავებელი რუსოს ძახილმა ეს შედეგი გამოიღო რომ ვერაფერს ვერ მივაღწიეთო და მე თვითონ გამიჩნდა მოთხოვნილება ყოველ საღამოს გამოვწყობილიყავი ქუჩაში გასასვლელად ამინდის შესაფერისად და ეს მოთხოვნილება უკვე გადამეზარდა ყოველდღიურ სურვილში. ეხლა რო ახლოვდება 6-7 საათიო, სახლში ვერ ჩერდებიო. მე ვიცი რომ ამას არაფერი არ მოყვება, მაგრამ იცით რა საინტერესოა, იმდენი კარგი ხალხი გავიცანიო, იმდენი ახალგაზრდობა, იმდენი ჩემი თაობის ადამიანი რომ მე თითქოს რაღაც ფუნქცია მაქვს, რაღაცას ვაკეთებ. ასე მგონია სახლში რომ დავჯდე. ამით რაღაცას დავაკლებ ქვეყანასო და ახლა გეტყვი ფინალს ერთი წინააღმდეგ ამ ჩემი ნოველისას. ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეს უკვე ჩემი ფანტაზიის სფეროა. გამოეცხადებინა ასეთი რამ. ძვირფასო მოქალაქენო ცხადდება თბილისში და საქართველოს მთელ რიგ ქალაქებში მასობრივი სეირნობა 6-დან 10 საათამდე ყოველ მოქალაქეს მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, რელიგიური წამსისა და სოციალური მდგომარეობისა შეუძლია გამოვიდეს ქუჩაში და ისეირნოს ნებისმიერ ქუჩაზე განსაკუთრებით ჩვენს სანაკებო რუსთაველის პროსპექტზე. დაიწყო ხალხმა გამოსვლა. შერეული მანიფესტაციებია. ანუ დასაცინად აქვს საქმე ბატონორეზო, როგორ გავიგოთ? ცოტა გაბრაზებულები, რომ უყურეთ რაშია საქმე. თქვენ აქ რა გინდათ? თქვენ გველებო, თქვენისთვის გამოხვედით, თქვენ ხო ყველანი ოცნების წარმომადგენლები ხართ. ესენი მიდიან თავის გზაზე. მერე ერთმანეთს გახეთ გამოხედეს და არც ისე გულისხმრებია ის მეორე მხარე, გასო. ორივე მხარეს ქართველები ვართ. ერთმანეთის მოყვარული, შეიძლება ეხლა პოლიტიკურად დაშორებული, მაგრამ პერსპექტივაში ჩვენ ხო ერთიერი ვართ და ერთად უნდა ვიყოთ. და მოხდა საოცარი რამ. ტარდება ყოველდღე მასობრივი სეირნობები, უკვე არავინ აღარ ითვლის თარიღს, მე რამდენი დღეა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთი ჩემი ნოველიდან გამომდინარე სასაცილო დასასრული ელის ამ ოპოზიციის ჩემო ვახო ქიშმაჩს. მე მიმაჩნია რომ სიტყვა დაღლილი ზუსტად შეეფერება აი ამ მდგომარეობას. გასაგებია ბატონორეზო, გასაგებია ბატონორეზო, ანუ მუდმივად ოპოზიცია რომელიც ცდილობს მათ შორის საპროტესტო მუხტის შემოტანას ქვეყანაში და ხელისუფლებაში მოსვლას, ანუ თქვენ რასაც გისმენთ, ანუ ამის მომავალს თქვენ ახლა ვერ ხედავთ, ხო ბატონორეზო? ამის შანსი ოპოზიციას არ აქვს, ანუ ხალხის ნდობა პირდაპირ ვთქვათ არ აქვს ოპოზიციას. რა საკვირველია, ხო ხედავთ რომ დღითი დღე აგროებენ ხალხს მხოლოდ იმდენს, რომ რუსთაველის გამზირი კანონიენად ან უკანონოდ გადაიკეტოს და ეს უშედეგოა ყოვლად. იერიშის მიტანაც პარლამენტზე, როგორც ესე იგი ზოგი თავგახურებული პოლიტიკოსი ქადაგებდა კარების შემტრევა ან მინისტრთა სამჭოს შენობისა, ეს აბსოლუტური ფიქციაა. ამას არავინ არ დაუშვებს. ის დრო წავიდა, როცა სააკაშვილი შევარდა პარლამენტში რამდენიმე კაცით და შევარდნაძეს ჩაიდალია. ეხლა სხვა დროა, სხვა ვითარება, სხვა სოციალ-პოლიტიკური მდგომარეობაა და ხალხი ბრძენია, ჩემო ვახტანგ. ხალხმა იცის აი ერთი რა, მე მართალია ამ ხელისუფლებამ დიდი კეთილდღეობა ვერ მომიტანა, მართალია
სამუშაო ადგილები მაინც და მაინც არ გაზრდილა, მაგრამ ერთი რამ ხომ გაკეთდა ქვეყანაში. მაშინ, როდესაც სისხლი იღურება და 1 მილიონი აი ამაზე მინდა გკითხოთ ბატონ რეზო. საშვილო ბიჭი შეეწირა ომს უკრაინაში და უკრაინა-რუსეთის ომში. ამ დროს მე ამ ხელისუფლებამ ავია თუ კარგი მშვიდობა მომიტანა. მე სოციალურად დაცული ვარ. მე ციხეში არ მაწამებენ. მე არ მზდევლიან ყოველდღიურად და ის თითო პატარა მუჯლუგუნები და პატარა ყურის აწევები შეიძლება იმ დროს გადაჭარბებული იყო, მაგრამ ეხლა უკვე დამღლელი და გაუთეებელი მოთხოვნა იმისა, რომ პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ განთავისუფლდნენ. ესეც კურიოზის მდგომარეობაში გვაგდებს. ისე მე მოუწოდებ ხელისუფლებას. ბატონ რეზო, თუ იმადგან. დიახ. აი ხანდახან სასამართლო პროცესზე პატარა ბიჭებს ხედავ 15-16 წელსაც. ისინი გაუცნობიერებლად იყვნენ იქა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ გონებაში წახალისებული ბიჭები იყვნენ, შეთამამებული ბიჭები იყვნენ. ხო იცი, თხა ადიდეს შეაგულიანეს და შეაჭამესო. აი ესე მოვიდა. ბატონ რეზო, თქვენ ხო იცით? განთავისუფლდნენ მათ. ჩვენ პრაქტიკაში ბატონ რეზო დრო ძალიან მალე გარბის ხოლმე, როდესაც თქვენთან ინტერვიუ მაქვს, ამიტომ მინდა მოვასწრო რამდენიმე საკითხი. დაახლოებით კიდევ 10 წუთი, 10-12 წუთი გვაქვს და მინდა რომ გკითხოთ. მე იცით როგორ მინდა დაგისვათ შეკითხვა ბატონ რეზო. თქვენ ჩვენს ქვეყანას გაუზარდეთ ერთადერთი შვილი, რომელიც შეეწირა აფხაზეთის ომს. და აქედან გამომდინარე მინდა გკითხოთ, როდესაც საუბარია ხოლმე იმაზე, რომ საქართველოს კურსი შეიცვალა რუსეთისკენ და აღწევთ დასავლეთს. რეზო მიშდა ხელისუფლების პოზიცია ჩვენ ვიცით, რომ ვიღაცას უნდა რომ ჩვენი ქვეყანა ჩაერთოს ომში. აი ამ დროს რეზო მიშველაძეს რა გრძნობა აქვს ხოლმე და რას ფიქრობს, რომელმაც აი კიდევ ერთხელ გავიმეორო, ერთადერთი შვილი შეწირა ჩვენს ქვეყნის ერთიანობას. რას ფიქრობთ ხოლმე ამ დროს? ჩემო ზურფასო ვახტანგ. მე რას მჭირს ეს ჩემი სათქივარია და ასეთი რამ თელ საქართველოს ატკივდა მაშინ. საქართველოს ძალიან კარგად იცის. არ მომხდარა ისტორიაში, რომ 20 წლის განმავლობაში უზარმაზარ მონსტრთან, რუსეთთან რომელიმე ქვეყანას ორი ომი გადაეხადოს. საქართველოს გადაიხადა 1993 წელს და 2008 წელს. ამიტომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ომი, რას ნიშნავს ქალაქების დანგრევა და რას ნიშნავს სიკვდილი. მე მაგალითად თითები მიცივდება, რომ გამოაცხადებენ, რომ 9 მილიონი ახალგაზრდა დაიღუპა უკრაინაში, 9 მილიონზე მეტი დაიღუპა რუსეთში. როგორ შეგაიგაცო, ეს მარტო სტატისტიკაა? ასე კარგად რო იცი თვლა, იმას რატო არ ამბობ, რომ იმ 20 წლის ბიჭის უკან მთელი ქვეყანა დგას, სახელმწიფოს მომავალი დგას, მისი დედმამა დგას, მისი საცოლე დგას. ეს ხომ კატასტროფაა, ეს ხომ უბედურებაა კაცობრიობისათვის, მაგრამ ახლა მე მინდა ერთი ახალი ეს მომზურა მგონი ყურზე. ისმის ბატონ რეზო. გესმით ჩვენი ხმა ბატონ რეზო? როგორ ჩანს? ერთი სასპენდი მოძრა ბატონ რეზოს და სადა საწავედა. ამასობაში თუ არიან მიეხმარონ ბატონ რეზოს. ერთი ხო. გისმენთ ბატონ რეზო? არ არის გაგეთებული შეგაიგაცო. ეთერში ხართ ბატონ რეზო, თუ გესმით ეთერში ხართ გააგრძელეთ ბატონ რეზო. ყურზე ზეგანდა. ეხლა ჩვენ ხო ყველაფერს ველოდებით უცხოეთიდან. აბა უცხოეთი რას გვეტყვის, აბა რას გვეტყვის ტრამპი, რას გვეტყვის დასავლეთი, რას გვეტყვის და ახლა ხო გაირკვა ძალიან კარგად. აი დღევანდელ ამბავს მოგახსენებთ. ეხლა სტამბოლში
გაიმართა შეხვედრა, ის შეხვედრა ალბათ რამდენიმე დღეს გაგრძელდება და ამერიკასაც კი ესე იგი რუსეთის ულტიმატუმის გამო ჩააქვს ასეთი პოზიცია, რომ დამთავრდეს ლაპარაკი ნატოში მიღებაზე, დამთავრდეს ლაპარაკი არა მარტო უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვის და მოლდავასთვის. ეს იცით რა არის? 35 წელი დაგვჭირდა ჩვენ, რომ დავწუნებულიყავით, რომ უნამუსოდ გვატყუებდა დასავლეთი, კოლექტიური დასავლეთი, ევროკავშირი და ამერიკა. აბა მოგვიგონეს ხან ასპირანტობა, ხან ვაიპაპი, ხან უიპაპი, ხან ასეთი, ხან ისა, ტყუილი, აი სატყუ არასავით მწყემსმა რო ჩამოკიდა კალათით კატა აი ისე ჩამოგვიკიდეს და ჩვენ კიდე კარგი 3 წელიწადია ჩვენმა ხელისუფლებამ ჭკუა იხმარა და შეწყვიტა ლაპარაკი ნატოზე. ეხლა ჩვენ უკვე დავრწმუნდით, რომ ნატო არაფრის გამკეთებელი არ არის. ნატო იყო მარტო დიდი სატყუ არა, რომელშიც პირდაღებული პატარა სახელმწიფოები შედიოდნენ, იდგნენ კარებთან, არიქა ფეხი შეუმადგმევინე, არიქა შემიშვიო. ეხლა შენ მომილოცე მე ფესტივალის ლაურეატობა. მართლა ჩატარდა მსოფლიო ფესტივალი საქართველოში და ბევრი უცხო საზღვარგარეთის ქვეყანა მონაწილეობდა და მოხდა ისე, რომ მე ფესტივალის ლაურეატი გავხდი. გეტყვი კურიოს დამირეკა ერთმა ჩემმა ნაცნობმა შორეულმა და მითხრა, რეზო როგორ მიაღწი ამ ხელა მსოფლიო აღიარებასო. მე უთხარი, შენი ჭირიმე, შენ ახლობელი ხარ და საიდუმლოდ გეუბნები. ტრამპმა გამიკეთა, მე უთხარი. ტრამპი ჩაერია, მე უთხარი. როგორო რანაირად თურმე მისი ბიჭი ჩემს შვილიშვილს იცნობდა, მე უთხარი და ასე გაკეთდა. ესე იგი, მე ხო ვიხუმრე და ვიხუმრე, მისი გაოცებული სახე არ მინახავს. ოღონდ ტელეფონში ხვნეშა გაისმა. მალადეც რეზო შენო კაცო რა შოხსას უხარო. ახლა ეს რატო მოგიყევით იცით? ილუზია. ჯერ კიდევ ოსტა ბენდერისგან დაწყებული ილფიდა პეტროვის დასავლეთი გვიშველის დასავლეთი მოვა უკვე დამთავრდა საქართველოსთვის. უკვე ჩვენ რაც შეიძლება ენერგიულად უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს ეროვნულ ფესვებს, სხვა გზა არ არის. რაც შეეხება ნატოს, ეს ხო დღეს გადაწყდა უკვე თითქმის და რაღაც გარანტიებს მივიღებთ ჩვენ ალბათ თავდაუსხმელობისას, მაგრამ ჩვენი თავის პატრონი, ვახო, ჩვენ უნდა ვიყოთ. ჩვენ სხვა გზა არ აგვაქვს. ჩვენ უნდა ვითამაშოთ დაბეჯითებით გეუბნებით ის პოლიტიკა, რაიც ტრადიციად მოყვება დავით აღმაშენებელისგან და თამარ მეფისგან. ეს პოლიტიკა რა არის? იმ ქართული ანდაზის არ იყოს პატარძალი მთაზეც ეკვავდაო. ჩვენ იქეთ ამ ხარესაც უღიმოდა და აქეთასაც. ჩვენ უნდა ვიცოდეთ დიპლომატია, ისტორიული, ტრადიციული. აი საქართველოს რა იცოდა? არ ამწვევდა მდგომარეობას სოფლიოს დიდ სახელმწიფოებთან. იპყრობდნენ ისინი, მაგრამ ქართველი არ კარგავდა იმედს ხვალისას. მე შენ დაპყრობილი ვყავარ. მე ვიცი ძალიან კარგად ღალასაც გაზდევ ყველაფერს, მაგრამ ისოდე გავადრო დაინგრევა შენი იმპერია და მე თავისუფალი ვიქნები. ასე განთავისუფლდა საქართველო და მოვიდა. ჩვენ არა ვარ დიდი მოთამაშე. ხო ხედავ,
არავინ არ გკითხა, ისე გვითხრეს ნატოზე უარი. ახლა სულელი იქნება ის პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, არა, მე მაინც მაქვს ნატოს იმედი. ხო ხედავთ, ნატო ჩვენს თვალწინ, ნატო კი არა. თვითონ ტრამპი თითქმის აი მოსული დიდი იმედებით, აი მოსული როგორც იცით, აი თითქმის გაუფერულდა. მან თქვა, მე 3 დღეში დავამთავრებ ომს უკრაინასთან, მე შემოვიერთებ კანადას ერთ-ერთ შტატად, მე შემოვიერთებ გრენლანდიას, მე დავამთავრებ დიდსეიტს. ვერაფერი ვერ დაამთავრა. მაგრამ ტრამპმა ახალი წესრიგი მოიტანა. მე ხო გეხუმრე ეს ლაურეატობა ტრამპმა გამიკეთა მეთქი, მაგრამ ტრამპი რო რაღაცას ცდილობს მსოფლიოში, ეს ხო ფაქტია. ამიტომ მის კეთილ სურვილეში და არა სიჩქარეში. ხანდახან ცოტა ჩქარი კაცია და არც ისე ახალგაზრდა, ახლა რომ ილუზიებით იცხოვროს. მისი სურვილი აი ეხლა სტამბოლში სოფლიოს თავარი პრობლემის რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებისა ნამდვილად ხარდასაჭერია. ჩვენ კი ქართველებმა ვიყუჩოთ, რაც შეიძლება ჭკვიანურად ვიცხოვროთ, ჩვენს კვერცხებზე დავეტიოთ და მსოფლიოს დიდ პოლიტიკაში ცხვირს ნუმყოფთ. ჩვენ იქ არავინ არაფერს გვეკითხება, მაგრამ არაფერი გვესაქმება მეთქი რომ გითხრა, არ ვიქნები მართალი. მსოფლიოს ბედი საქართველოს ბედზეც არის დიდად დამოკიდებული. მადლობა ბატონო. გვიანად ქართველებო, როგორც ჭამუამ რეჟიმი ბიძანებდა, ჩვენ უნეთესაო ერი ვართ. მადლობა ბატონ რეზო, მადლობა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობისთვის. რეზო მიშულაძეს უსმენთ თქვენ და ქალბატონი თაკო ჩარკვიანის შემოგვიერთდა საღამოშიდობისა. მადლობა რომ მოხვდით და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. გადავიდეთ პირდაპირ პოლიტიკურ საკითხზე. ბოლო 2 დღე არის განხილვის თემად იქცა ლელოსის განცხადება, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში იყო, რომ შესაძლებელია ვიხილოთ ლელო თვითმმართველობის არჩევნებზე. რას იტყვით თქვენ, რას შეფასება შეგიძლიათ გააკეთოთ? თუ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელიც რუსთაველის გამზირზეც დგას, აი ამ საპროტესტო აქციებშიც იყო ჩართული, რომ ხვალ ვიხილოთ ადგილობრივ არჩევნებზე. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე ვხვდები დაახლოებით დღეს განსაკუთრებით რატომაც მომიწევთ და თქვენ გადაცემაში მაქვს ზუსტად ნათქვამი, რომ იკეკლუცებენ მეთქი და აი 2 თვე რო იქნება დარჩენილი, მე იტყვიან რომ შევდივართ. შევდივართ თუ ანუ გავალთ არჩევნებზე? მაბატეთ, გავალთ არჩევნებზე, ამას იტყვიან. იცით რა, აკრძალული კი არ არის არჩევნებში მონაწილეობის მიღება. თუ უნდათ და თუ უნდათ, იმის თავი უნდა ჰქონდეთ, უხეშად არ მინდა ვთქვა. პოლიტიკურად თავი უნდა ჰქონდეთ, რომ ეს ხალხს უთხრან. გახარია, რომელსაც ხალხმა თვალთხარია შეერქვა და მე არ მესიმპათიურობა მთელი რიგი ამბების გამო, იმიტომ რომ არ მიმაჩნია საერთოდ ოპოზიციონერად, ამ საკითხში შედარებით, ლელოსთან შედარებით, უფრო ღიად მოიქცა, მან თქვა, რომ კი მე ვაპირებ მიღებასო. მონაწილეობის მიღებას. ნუ ერთმანეთს ჯობნიან უკვე ესენი. და აქ არის აი ესეთი თვალთმაქცობა, რომლისთვისაც ხალხი ანუ აქვე რო დავაზუსტოთ, შეიძლება უხერხული ასე მოქცევა. ანუ გამოდის რომ ძველი ნაცები, ანუ ნაციონალური მოძრაობა ხომ ერთი პარტიიდან წამოვიდა, ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, ესე გამოდის. მე რამდენჯერ გითხარით, ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ხოლო ნაციონალურ მოძრაობას არიან ერთთამაში ნაციონალურ მოძრაობას ძალიან თანმიმდევრული და კეთილსინდისერი ამორჩეველი ყავს. მერწმუნეთ, ნუ ვიცნობთ, რამდენჯერ მithქვამს თქვენთან ეთერში. ძალიან პატიოსანი ამორჩეველი ყავს. ახლა იცით, ძალიან მედასავლეთები არიან და ზუსტად იციან, რატომ არიან ისინი ამ ბავში. მე ემიგრაციას ვიცნობ და აი ესეც საინტერესო ხალხია, ძალიან უანგაროდ არიან ამ პოზიციაზე. ხვდებით, რას ვამბობდა?
აქ რაღაცა ეს უღლუტობებია. მე იმიტომ თქვი განა ვერ ჩოდი ხარ ამოჩემებული ვით არა მყავს კაცო ისე გამომდის ხოლმე, მაგრამ ეს ოლიგარქატი რაღაცნაირად არ გაამართლა ოლიგარქიულმა მმართველობამ არც ივანიშვილთან და ახლა ეს პატარა ოლიგარქი გამოგვეცხადა ეს ხაზარაძის სახით და არ არის კარგი, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია ის რომ ილუსტრაცია ხდება. და შემდეგ ამ ხელისუფლებაში როგორ უნდა მოხვიდეთ ოპოზიცია მაშინ თუ ამ ხელა ვთქვათ დარტყმებია შიგნით ოპოზიციაში როგორ უნდა გენდოთ ხალხი გუშინ ხედავდით ყველას ერთად არა დავაზუსტოთ მოდი კითხვათ აკონა გუშინ ხედავდათ მთელ ოპოზიციას რომ არიქა არჩევნები გაყავდა არიქა პარლამენტში არ შევდივართ არიქა არაფერს არ ვცნობთ და დღეს ვისმენთ უკვე რომ შეიძლება მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. მაგრამ ეს ლუსტრაცია მიდის. ლუსტრაცია, შემდეგ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ განწყობილმა არ მორჩეველმა. პოლიტიკურ არენაზე ლევლო რო არ იყო და გახარია რო არ იყო, საქართველოს არ სუნთქავდა. თუ რა ხდება? ანუ რა გამოდის, რომ მაშინ ნაციონალური მოძრაობა უნდა იქციო? ჩვეულებრივად. და ნაციონალური მოძრაობა მოვა წემოთ. მოძრაობიდან, კაცო, ოცნებაში როა. არა, მე რაც გეუბნებით, საკუთარ თქვენ თუდად მიგიგებთ. ანუ ნაციონალურ ეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი წავა და სხვა პარტია არჩება ფაქტიურად. გახარიაზე ამბობთ. ერთს მეორეზე ამოთმელელოზე, დიახ. დაკარგავენ ისინი ამომრჩეველს, მე ესე ვხედა ყოს. დაიბრუნებს ნაციონალები თავის ნაწილი აუცილებლად, რაღაცა ნაწილი შეიძლება დარჩეთ მათ ამომრჩევლისა. მე არა ვარ დარწმუნებული რომ არ დარჩება რაღაც ნაწილი, მაგრამ მეტი წილი მე მგონია რომ აი ამ ლუსტრაციას შეეწირება ეს წესით დარიგით. დამოუკიდებლად თამაშობს თქვენ როგორ ფიქრობთ თქვათ იგივე ლელო, ანუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან რას მიიღებენ თქვენ როგორ ფიქრობთ? თამაში მიდის, მაგრამ ცუდი რასაც მე ვხედავ, ეს თამაში რაშიაც საქმე ვაჭრობა მიდის და ერთხელ თქვი რომ ვაჭრობა მიდის ამ შემთხვევაში ვანიშვილთან. აუცილებლად. ჩვენ თუ მოვიქცევით ესე რაღაცა პროცენტი დაგვიწერეთ. ესეთი ამბავია. ცუდი ამბავია რა საყველიეში რო იტყვიან. როგორც ბატონ ჭაბოა იტყო და ბატონმა რეზომ ახსენა და იცით რაშია საქმე? ერთადერთი არაფრთ არ შემიძლია რა ვთქვა რომ ახალგაზრდობა რომელიც აი აქ რომ მოვდიოდი იცი კიდე გადავხედე და როდესაც საუბარია რომ აი ნაციონალების დროს ესკეთდებოდა და იჭერდნენ და რაღაც სულ შედარებებზე აპარაკე შედარებები ძალიან მაღიზიანებს იმიტომ რომ მე პირადად არ მომწონდა სამართლებრივი სისტემა და იმიტომ ვიყავი ოპოზიციაში მაგრამ შედარებები მაღიზიანებს ეხლა გამოტენეს ციხეები და აი ეს ახალგაზრდა გოგონა რომ დაიჭირეს 2 დღის წინ ძმის გამო ახლა მეორე ბავშვი რომ მიუსვეს გვერდით ახალგაზრდა ეხლა ეს უკვე რაღაცა ცოტა სადისტური და ცოტა ცინიკური რაღაც მგონია და ძალიან რუსული მგონია არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ეხლა არაფრით იმას რომ ვინ რა მოგვატყუა რა ვიცი მე ხა ამერიკის ტყუილები არ ვიცი და რუსეთისაც ახლა ჩამოგითვლით ასპინძის ომში ტყუილი ღალატი კწანისის ომში ღალატი არა რუსეთი კარგია ვინ თქვა ვინმესგან მოისმენთ რომ კარგი არის აბა ამერიკამ რა მოგვატყუა არა ვინმესგან მოისმენთ რუსეთის აქ ვინ არის ახლა მე და თქვენ რომ ვილაპარაკოთ ახლა რუსეთი რომ ცალსახად არ გვინდა მე და თქვენ ხო თანხმდებით აქ და საზოგადოებასთანაც თანხმდებით სხვა რა თემებზე ვილაპარაკოთ ქვეყანას დასავლეთისას გამოუცხადეს ბრძოლა ეს ნიშნავს რას ნიშნავს აი ბრძოლა რაში ცუდია და რუსეთი კარგია აი რეზომიშველაძე ამბობდა რომ მოგვატყუა ნატომო რომ აი ახლა თუ მიიღეს პუტინის შეთავაზება და თქვა ტრამპმა რომ არა საქართველოსთვის და უკრაინისთვის კარი იკეტება რას ვშვებით შემდეგ ბატონ რეზოს მივესალმები აქედან ერთი ადგილი ჰქონდა და კარგად არის მონდა და მინდა მის მაგივრად აქ გავიმეორო მან თქვა რომ ბავშვებიო კარგი იქნებაო რომ გამოშვებულები იყვნენ ო იმ ახალგაზრდებზე თქვა ბატონ რეზომ და გამიხარდა რომ ასე თქვა დანარჩენი იცით რა ტყუილზე როცა მიდგება საქმე პირველი რაც მომდის თავში ნატოს ტყუილი კი არ მომდის მომდის მეთქი რუსეთის ტყუილები ანუ ნატო ჩვენ რამე ასპინძის კწანისის 1922 წლის სვანეთის აჯანყების ჩახჭობა გურის იმერეთის სამეგრელოს აჯანყების ჩახჭობა ხეიზების წრევა ქუჩა 23 წელს ამაზე 2 საათი რო ილაპარაკოთ არ შეგედავთ ამაზე 2 საათი რო ილაპარაკოთ მე არ შეგედავებით აბა ამერიკამ რა მომაწყობა არა მე არა ბატონი რეზო და მაგას თუ ტრამპის შეთავაზება მიიღო ტრამპმა თუ პუტინის შეთავაზება მიიღო ტრამპმა და თქვენს რომ არა საქართველოს ნატოში არასოდეს გაწევრიანდება რაც შვებით არა ნახეთ არავინ არ ელოდებოდა რაც გუშინ წინ მოხდა ამას ვინმე ელოდებოდა აი ამ ტიპის დაგეგმილ შეტევას ნუ აბსოლუტურად მე არ შემიძლია ტრამპი ახსენეთ არ თქვა მე სიმპათიურება ეს არ მე სიმპათიურება ჩემთვის გაწონასწორებული ტიპი არ არის ეხლა მე ამაზე არ ვლაპარაკობ მაგრამ ესე იგი
ტრილიონების გადატყორცნა ნავთობის ბიზნესში ეს არის აბსოლუტურად განადგურება რუსეთის და მე ვთქვი რომ ეს თუ გააკეთა ტრამპმა რაც მან დაიწყო ეს არის მეთქი გენიალური გეგმა ამიტომ არ მჯერა მე იმისი მე ერთადერთი რისიც მჯერა და რაც ჩანს ეს არის რუსეთის მკვეთრი მარცხი როგორმე განადგურდეს ეს რაღაცა ჯანდაბა ქვეყანა რომელმაც შეიწირა უკვე მსოფლიო და მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა გასაგებია თაკო ამ თემას და მოდი ამოვწუროთ რა სხვაგან გადამიყვანეთ თქვენ და მინდა რომ დაუბრუნდე ამ არჩევნების თემას და გავაგრძელოთ რა ვქნა როდესაც ნატოს ტყუილზეა ლაპარაკი იმ წუთში რუსეთის ტყუილი მახსენდება და იმიტომ რუსეთზე 2 საათი რო ლანძღოთ თაკო მე აბაში ხელს არ შეგიშლით მაგრამ მე მაინტერესებს იმ თემებზე რომელიც აი დღეს და ხვალ არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი დღეს მოდი ამ თემაზე და რუსეთზე საკრიტიკოდ არაერთხელ ყოფილხართ მარტო ამ ტელევიზიაში არა სხვაგანაც ჩემთან მოდი ამ თემაზე ვილაპარაკოთ თაკო აი როგორ ფიქრობთ მაშინ აი რა სურათს მივიღებთ თუ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და ოპოზიციური მთავარი პარტია ვთქვათ იგივე ნაციონალური მოძრაობა და ის განშტოება რომელიც ახლა ცალკე არის რა ანუ რა ბალანს მივიღებთ საბოლოო ჯამში ჩვენთვის ის ოპოზიციური პარტიები ერთად მიირეცხებიან ხელისუფლებასთან ერთად როცა მიირეცხება ანუ ჩარეცხავთ ამ პარტიებს მე ვთქვი იმ დღეს სულ ამბობ ხომ რომ რადიკალურია ოპოზიცია ოპოზიცია თუ რადიკალური არ არის რა ჯანდაბის ოპოზიცია აბა ერთი გამაგებინე სირცხვილი კი არ არის სიტყვა რადიკალიზმი ავტომატისროლას კი არ გულისხმობს როგორ გეკადრებათ ბატონო ეს გულისხმობს მეთქი რუსთავიდან არ გამოსვლას და შენ თუ ისევ კაბინეტს თავაზობ ძალიან კარგად იცი რომ ყველა ბერკეტი ხელისუფლების ხელშია ყალბდება მერე გამოხვალ და ისევ ვიყვირებ რომ გამიყალბეს თუ კი იცი რომ ყველა ბერკეტი არის ამ წამს ხელისუფლების ხელში ვის მიყვები მაშინ არჩევნებში ვის ატყუებ ხალხს თუ ატყუებენ ხალხი არ ტყუდება მაგრამ მე როგორც კი ვთქვი რომ ჯერგოლეიშვილი რატომ გამოჩნდა მეთქი რატომ ჩასვეს ჯერგოლეიშვილი იქ სურაბიშვილთან რატომ ჩანდა ბატონი ჯაფარიძის უკან ადგილს რომ ეძებდა და ვერ პოულობდა ასე ვთქვათ ხო რაღაცა საწოდაობა რომ ნახეთ ხო ეს არ იყო შემთხვევითი მეთქი სადაც გამოჩნდა ეს ცოლქმარი ყველა ოპოზიციურ ერთობა დაიშალა ეს არ არის შემთხვევითი. მე ვთვლი რომ ეხლა მიმდინარეობს გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან გარიგება არ დაჭერაზე, ფულადი გარიგება პროექტებზე. ხმა ხო არ მოუღია არც იმ რატო გაუკვირდათ ამ ხაზარაძის მე არ გამიკვირდა მარტო. ძალიან ბევრი ადამიანი ვიყავით, ვინც ვიცოდით, რომ ხაზარაძისგან ამას ველოდებოდით. განა ხაზარაძე ოპოზიციონერი იყო სანამ ანაკლიაზე მათი ბიზნეს გარიგება ვერ მოხდა ისე როგორც მას უნდოდა. იყო ეს კაცი ოპოზიციაში. აბა რატო ავიშვიდნენ ახლა? რას ველოდებოდით ხაზარაძეს? ანუ მეც არაფერს არ ველოდები. აი, ვერ გავიგე, იცით რაღაცები აბსოლუტურად არასდროს არ ველოდები. მე ველოდები იმ ახალგაზრდებისგან, რომლებიც უგონოთ და უმიზნოთ კი არ იყვნენ. მათი მიზანი არ არის დასავლეთს არ მოვცილდეთ. ძალიან გულწრფელები არიან, ძალიან ნაღდები არიან. ჩემი მიზანიც ეგ არის. გული მისკდება რომ ამდენი ლანძღვი და დასავლეთთან მოშორებით პირისპირ რჩებით რუსეთთან. გასაგები ისე ეხლა შეიძლება იძახონ მაგალითად მარიამ ლაშხმა თქვას რომ რა ცუდია რუსეთი მაგრამ აკეთოს რუსული საქმე. გადავიდეთ აი თქვათ მიიღო ამ პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა რომელსაც არ აღიარებს დანარჩენი თქვათ ორი ოპოზიციური პარტია ამბობს რომ არ მიიღებენ დანარჩენები როგორც ჩანს აპირებენ რომ მიიღოთ. დასავლეთის თვალში იგივე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში იგივე ევროპარლამენტში იგივე ამერიკიდან რა შინაარსი მოყვება მათ განწყობა რა იქნება როგორ აისახება ეს ყველაფერი ხელისუფლებას არაფერში არ აინტერესებს დასავლეთის არა ოპოზიციასთან ოპოზიციაზე მიიღებს თუ გადაწყდება ნამდვილი ბრძოლა დასავლეთი ყოველთვის ესალმება დემოკრატიის მხარეს დადგება თუ ნახავს რომ ხალხი იბრძვის არა დემოკრატიული და რუსეთთან კოლაბორაციაში ეჭვმიტანილი ხელისუფლების წინააღმდეგ დასავლეთი არჩევნებზე გეკითხებით თუ კი დასავლეთს ჩვენ ვეტყვით
საუბრების დროს ელჩებს, რომ ყველა ბერკეტი არის რუსეთთან გარიგებული ხელისუფლების ხელში, რა თქმა უნდა, დასავლეთი არასდროს არ გეტყვი შეყევი რუსულ ხელისუფლებას არჩევნებში. შენიშვნას მიიღებენ ეს პარტიები ამას გეკითხებით. შეიძლება შეწყვიტონ მათთან ურთიერთობა პარტნიორებმა ამას გეკითხებით ამ ოპოზიციურ იმ პარტიებთან, ვინც მიიღებს მონაწილეობას. 120 შეხვედრა მაქვს გაკეთებული. დიახ. აი ამ უცხოელებთან პერიოდის განმავლობაში მე არ მახსენდება არც ერთი თითის ქნება. აი როგორ გითხრათ? რეკომენდაცია თხოვნა? არასოდეს. ეს იყო ერთადერთი ვარიანტი შარლ მიშელის პერიოდში, სადაც ეჭვი მაქვს, რომ გარკვეული პარტიები თვითონ მონდომებული იყვნენ და შესვლა უნდათ მაშინაც. და მაშინ თუ გახსოვთ, ხელი არ მოვაწერეთ, მე და გუბა სანიკიძე, იმიტომ რომ ამნისტიის არასდროს ვამბობ, იქ ამნისტიის მუხლი იყო და მე შარლ მიშელის დოკუმენტს ამ შესანიშნავ დოკუმენტს მხოლოდ ამ მუხლის გამო არ მოვაწერე ხელი, იმიტომ რომ იქ იყო თვალების დამთხრელების ამნისტიაზე და ვერაფრით მაკო გომურს ვერ შევხედავ თვალებში. მეთქი და ხელი ჩემი მოწერილი იქ არ არის არც გუბა სანიკიძის. ანუ დასავლეთისთვის სულ ერთი არის ხაზარაძე, გახარია, დანარჩენი პარტიები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, სულ ერთი არის? დანარჩენი პარტიები არა. დასავლეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი პატრიოტი ხალხი მიიღებს თუ არა მნიშვნელობას არჩევნებში? მონაწილეობას? როგორ? თუ უზურპირებულია ხელისუფლება, თორემ დასავლეთი ანუ დასავლეთს რა უნდა რომ არ მიიღოთ მონაწილეობა დღეს ოპოზიციამ? მე ეს არ მithქვამს, მე გეუბნები. ჩვენ მივდივართ და რა გვაქვს ლოზუნგად, რომ თქვენ ხართ რუსული მმართველობის სტილის ხელისუფლება, თქვენ ხელშია მიტაცებულია სახელმწიფო, ერთის მხრივ ჩვენ დასავლეთს ამას ვეუბნებით, რომ მიტაცებულია სახელმწიფო, თუ მიტაცებულია სახელმწიფო, ვინ და ჩაატაროს არჩევნები მიმტაცებელმა? რა თქმა უნდა, არასდროს არ გეწვის. ანუ დასავლეთს ეს ეწყინება იგივე ევროპას, რომ მიიღოს ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა თუ არა? არ ეწყინება. რატომ ეწყინება? იმ შემთხვევაში თუ გათავისუფლებული იქნება და არჩევნების ბერკეტი ხალხის ხელში იქნება? დასავლეთი ყოველთვის. ანუ ხალხის ხელში რას ფიქრობ, რას ნიშნავს? დასავლეთი ემხრობა. ოპოზიციამ დანიშნოს სიასკო თავმჯდომარე? ოპოზიციას რაც უნდა, ხალხს რაც უნდა, იმას ემხრობა დასავლეთი. ეს ამათი მოგონილი ამბავია ხელისუფლების, რომ დასავლეთი ვიღაც ხელს უქნებს. არავის ხელს არ უქნებს. არა, ხელს არ უქნეს. ჩვენ ვართ და ჩვენ ვესაუბრებით. დასავლეთის პოლიტიკური ელიტის პარტნიორი დღეს ხო ამბობთ, რომ ოპოზიციაა? რა თქმა უნდა. ხო და თუ მიიღებს ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას, დასავლეთიდან დაისმევა კითხვის ნიშნები თუ მიიღებენ იმას, როგორიც არის. მე ვთვლი, რომ დასავლეთიდან კითხვის ნიშნები დაისმევა ასეთი. დარწმუნებულები ხართ, რომ მიტაცებული აღარ არის ხელისუფლება? ჩვენ ნამდვილი ოპოზიციონერები მე გავკადნიერდები და უკვე ესე დავიწყე ლაპარაკი. განაცხენდება დასავლეთი ოპოზიციის არავითარ შემთხვევაში თუ კი ჩვენ მე თამარ ჩარკვიანი მცირე პარტიებსაც ჩამოვთვლი, კანონი და სამართალი, ბატონი შალვა ნათელაშვილი, ნაციონალური მოძრაობა, იქ კიდე არ ვიცი ვინ თქვა უარი, არ ვიცი. არა, მე თქვენზე არ გეკითხებით, ეს თავი პარტიები. ჩვენ თუ ვიტყვით გარკვეული ადამიანები, არა ჩვენ არ ვიღებთ და ბოიკოტში ვრჩებით. ლელოდა გახარია დარჩებიან როგორც ოცნების მონაწილე. ანუ მე მაგას გეკითხებით, თუ ყველა მიიღო მონაწილეობა? ბოიკოტი, როდესაც ჩვენ აი როცა მივა ვიღაცასთან, ნებისმიერ ელჩთან და ვეუბნები, რომ მიტაცებულია კაცო ხელისუფლება. ბუნებრივია, თუ ამას ვეუბნები, მაშინ ვის მიყვები, მიმტაცებას მიყვები, გამათავისუფლებთ ჩვენ იმ საარჩევნო სისტემას, დარწმუნებულები ვიქნებით, სულ სხვა თემაა, მაგრამ ამ ორ თვეში ვერან ვერ მოახერხებს. არა, ყველამ რომ მიიღოს მონაწილეობა. დარწმუნებულები ვიყოთ. ის ბავშვები შედან ციხეში. სამარცხვინო ამბავია ხალხნო. მე ვთვლი, აი ოპოზიციის მხრიდან ეს არის აი ყველამ რომ მიიღოს მონაწილეობა. ეს ამბავია. მე რა მაინტერესებს ხაზარაძე თუ შევა პარლამენტში თუ ადგილობრივ არჩევნებში საკრებულოში. ხო, გაათავისუფლებს იმ ბავშვებს? ანუ სისტემას მოახერხებს გაათავისუფლებს. სასაცილოა ხალხნო. სასაცილო. თბილისი კი არა, მაგან ბინები ნუ წაართვა თბილისელებს, კაცო, თორე თბილისი როგორ წაართმევს ხაზარაძე კაცო. მაგან შეუძლია თბილისელებისთვის ბინების წართმევა, სახლების. თბილისის არჩევნების წართმევა არავის არ შეუძლია, თუ კი ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ მიტაცებულია ეს არჩევნები და მიტაცებულია სახელმწიფო. ჩემთვის სახელმწიფო ბერკეტი მიტაცებულია. თუ მიტაცებულია, სად მივდივართ? მაშინ საუკეთესო ვარიანტი არის, რომ შევთანხმდეთ და მეტი პროცენტი დავსვათ,
ბოიკოტში მყოფი ადამიანებისა და დავფიქსირდეთ არჩევნების დღეს რამდენი იქნება კაცო საქართველოში რეფერენდუმია ჩატარებული თქვენ თუ 300,000 არ მივა 300,000 ადამიანი პატიოსანი ბრძოლა არის ეს მე ვთვლი ვინ დათulis ვინ მივა და ვინ არა რა როგორ რა უნდა 300,000 მივა თუ არ მივა არ ჩაითვლება რეფერენდუმი როგორ დათვალა ხალხმა სახალხო რეფერენდუმის დათვლას რა უნდა რა პრობლემაა ხალხო დაახლოებით 300,000 არის გირჩი ლელო იგივე იაგო ხუჩი ამომრჩეველი ხო მერწმუნეთ რომ ერთი წუთით ნახეთ ლუსტრაცია რომ მოხდება მერწმუნეთ რომ ვერაფერი იქნება ლელოს ამორჩეველი ამხელა ხდებით? ეს იმ შემთხვევაში არის, როცა ხალხი რაღაცნაირად აი ბოლომდე მაინც ფიქრობს, რომ იქნება ვენდო, იქნება რაღაცნაირად ვენდო. შენ თუ იგივე სცენარი შესთავაზე და იმ ხალხმა დაინახა, რომ ელემენტარულად პოლიტიკური თაღლით ეს გავიგე. გამორიცხე რომ იმდენი ხალხი წამოყვეს. წინა შეკითხვა მინდა ჩემიც დავაზუსტო და თქვენგანაც დაზუსტებული პასუხი რომ მივიღო. თუ თქვათ, აი ყველა ოპოზიციურმა პარტიამ. გადაწყვიტეთ, რომ გადიხართ აი ამ არჩევნებზე, რომ ებრძოლებ, უნდა შედიხართ ბრძოლაში ხელისუფლებასთან, დასავლეთისგან თქვენ რა პასუხს მიიღებთ? აი ამ მოცემულობაში, რომ არ იცვლება საარჩევნო კოდექსი, არაფერი არ იცვლება შედიხართ. დასავლეთიდან არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, დასავლეთი ყოველთვის დგას დემოკრატიული დასავლური ორიენტაციის ანუ საქართველოს დასავლური ორიენტაციის ამომრჩევლის მისამართზე. ანუ თქვენზე აღარ იქნება კითხვის ნიშნები არ გაუჩნდებათ თქვენზე? არავით არის, ვინაიდან თუ ხალხს მოუნდება საქართველოს მოსახლეობას, რეფერენდუმ ჩატარებულ საქართველოს მოსახლეობას, რომ არ გადაუხვიოს დასავლეთის კურსს. და უნებლიეთ გადახვევა არის თუ კი ჩვენ ვეუბნებით რომ მიწაცებული სახელმწიფოს არჩევნებში მივყვებით რუსეთზე მომუშავე ხელის ვახო არ მინდა აქედან გავიდე რომ ვიღაცა მიფიქრას რომ ბრალს ვდებ მე მინდა ავხსნა რატომ მივიჩნევ რუსეთზე მომუშავეთ იმიტომ რომ შენ რომ ომს ბრძოლას პოლიტიკურს გამოუცხადებ ყველას ევროკავშირს ევროპარლამენტს ლანძღავ რჩები პირისპირ აქეთ ირანია და მხოლოდ არანორმალური ტერორისტად გადაქცეული რუსეთის პირისპირ ტოვე პატარა საწყალ საქართველოს ეს ნიშნავს აპრიორი რომ შენ რუსეთის კუთხე უკრაინას ყავს დასავლეთი გვერდზე მაგრამ დიდი ტრაგედიაა რა ქნა საწყალმას როდესაც უკვე დასავლეთი მიხვდა როგორც იქნა და გაიმეტეს როგორც იქნა სწორი ნაბიჯები გააკეთა უკრაინმა და ბოლომდე გასაკეთებელ საქმეს მიადგებიან ბოლოს. მე განა იმისი არ მჯერა, რომ შეიძლება სტრატეგია არსებობდეს, რომ აი შენ არ გინდოდეს, რომ შენ თავზე ბომბები ცვიოდეს. ეს არ არის რთულად გასაგები, ნორმალურია, მაგრამ ასე შენ გამოუდგე იმას, ვინც დახმარება გამოგიცხადა. 2008-ში 6 პრეზიდენტი აქ იყო ჩამოსული. აი ყველას ჩვენ ხო საკმარისი გვა გაწეული თუნდაც იმ ავღანეთში და სხვადასხვა სამშვიდობო მისიებში თაკო. სამუშიას უთხრას რომ რაგვარი ხარ შენო და სამუშიაო და მე გელოვანი ვარ და შენ გაჩუმდიო ბებია მყავდა ბატონო გელოვანი და საწყალი საფლავში ბრუნავს ალბათ ეს რომ ესმის რომ სამართალ დამცავმა ეს შეიძლება მოსამართლემ ეს თქვას ხვდებით აი ამ სახელმწიფოში ქვეყანამაც ხო გაიღოთ ყველა სამშვიდობო მისიაში არიან ჩვენი ბიჭები ხო ჩვენი მაღლა პატრიოტი ბიჭები ყველგან არის ჩვენმა ქვეყანამაც გაიღო ძალიან ბევრი და რა თქმა უნდა საწყალი იმ ბიჭებს განსხვავებით რა მოხსმენია თუ პარლამენტში მომისმენია პირდაპირ პირდაპირ პარლამენტში რას მიდიხართ, სად მიდიხართ და ვისიც აქვს. არა, თაკო მე პირადად ვერც ერთს დავადანაშაულებ, რომ რომელიმე ჯარისკაცი, ქართული ჯარისკაცი გალანძღოს. ბატონო, რა გინდათ, სად მიდიხართ? კი ბატონო. ჯარი კონკრეტული მე ვერ გაკეთებ. ხო, მე არ ვიცი ვისგან, მაგრამ ჩვენმა მე კონკრეტულ ადამიანზე არ გელაპარაკებით. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენი ჯარისკაცი წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას, თაკო, მე ამას გეუბნებით, რომ თვითონ მიდიან ისინი, კაცო, ისინი მიდიან მოხალისეებად იხოცებიან ვაშკაცები. ჩვენი სახელით მიდიან, ქვეყნის სახელით მიდიან. ხო და ანძღვის მეტი არაფერი მიუღიათ იმათ თქო. ნამდვილად ვის და იმ ჯარისკაცებს ხელისუფლებიდან ერთი პატარა ხელის შეწყობა არიციან რა არის.
ჯარისკაცს? ჯარისკაცებს, ნამდვილებს, ნაღდებს და გმირებს. კარგით რა. ნადიმ ხმალაძე მოწამლული და გაუბედურებული მაპატიეთ. ხა ლანძღვის და რწმევის სამშვიდობო მისიებზე გეუნებით, სამშვიდობო მისიებზე გეუნებით, ავღანეთში გეუნებით, საქართველოს თავდაცვის ძალებს გეუნებით. მე საუბრობ უკრაინაში მებრძოლებზე. მე სხვა თემებზე ვლაპარაკობ. ისინი არ საუბრობენ ისინი არა, მე გეუნებით სამშვიდობო მისიებზე, რომელიც არიან დასრულებული. ხდები ძალიან რთულ ვითარებაშია საქართველოს და ნუ როგორ 24 საათიან რეჟიმში სულ საუბარია რომ აქ შემოყვავს მხოლოდ ჩინეთი, იქ შემოყვავს რუსეთი, აქ ჩინეთი, აქ რუსეთი, აქ ჩინეთი. აბა მეტი სტრატეგიის დაკარგვა ქვეყნისთვის რა არის? მე არ გინდა გაიყვანო ეს მახინა აქედან? და თქვენ ოპოზიცია რას აკეთებთ? გაიყვანეთ ოპოზიცია, რატო ვერ გაგყავთ? რატო ვერ გაგყავთ ოპოზიციას? ამდენი წელია ერთი და იგივეს ლაპარაკობთ. რატო ვერ გაგყავთ ხელის? ხალხი არ მოყვებათ თქვენ? ნახეთ ახლა რას გეტყვით? რაშიც ახლა მე თქვენ გეთახმებით, ხო უკან დამხევი არა ვარ. რაც მე ოპოზიციისთვის, გარკვეული ადამიანებისთვის ფეიკი და მაპატიეთ, უძლურები და უსუსურები მიწოდებია იმდენი სიკეთე თქვენ და მე. ამაში გეთახმებით. რა თქმა უნდა ეს იყო სტრატეგიის უქონლობა და ბევრი ცუღლუტი და გარიგებული. რეზომის შველაძებს სასაცილოდ გაიხადეს თავი რუსთაველის გამზირზე ეთახმებით? სამწუხაროდ. სასაცილო მდგომარეობა. ჩვენი აზრები რაღაცებში ბატონებთან შეიძლება არ ემთხვეოდეს, მაგრამ სამწუხაროდ აი ფეიკ ოპოზიციონერების, ვაი ოპოზიციონერების და მინი ოლიგარქების გარგებულთა გამო დღეს ის ბავშვები კიდე უბედავენ, რომ ბავშვები, რომლებიც ხედან ციხეში მართლა მაგარი ბიჭები და მებრძოლები და გააზრებული რომ სად არის ოპოზიცია დღეს? გააზრებული რომ უბედავენ, რომ თურმე უნდა მიწანწალდნენ ადგილობრივ არჩევნებში და თან იძახონ, რომ რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება. კი, მე ვიცი, რომ რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება და იმიტომ გეუბნებით, რომ 200,000 კაცი რომ მოვიდო და კი ნუ დაატარებთ მეთქი და ნუ დააპროციალებთ ქუჩაში თქო. არამედ, კარგით, ეხა პირველად მოვისმინეთ ჩემგან ეგ და იმიტომაც არა ვარ მე ხაზარაძის არხზე. არ მოწონს ხაზარაძეს უნდა დიფირამდები უკმიოს და ეხა ძალიან დიდი ბოდიში მევახშეს გათავისუფლებული საქართველოს თუ გააპროცენტებს საქართველოს თორე გათავისუფლებული თაკო აი შეხედეთ რა მოცემულობას იხდით თაკო მომოგმეცით საშუალება რომ დავსვა ძალიან მაგრები და ის მომავალი ძალიან გულნატკები გავიგეთ მაგრამ თაკო ძალიან მაგარი ხალხია ძალიან გულნატკები ბევრი დრო არ დაგვჭირდა მომავალი თაობა ძალიან განაწყენებული თქვი ლელოზე გასაგებია თქვენი პოზიცია გახარიას გუნძეც გასაგებია თქვენი პოზიცია პარტიაზეც ვიღა დარჩა მაშინ ისევ მარტო ნაციონალური მოძრაობა რჩება? ანუ ხალხმა ისევ ნაციონალური მოძრაობა უნდა ირჩიოს? დარჩა ნაციონალური მოძრაობა, დარჩა პარტია და კანონი და სამართალი. დარჩა ბატონიშ შალოს, იცით რა მრევლი ყავს იმ ლეიბორისტებს? ეხლა მე ხო ჩემი სიმპათიებით არ ვლაპარაკობ, არანაირად პოლიტიკური რაღაცა სიმპათიები. არიან მაგარი ბიჭები არიან, მაგარი გოგოები არიან. რამდენი 1000 ხმა მიიღეთ ოპოზიცია? რო გაღვიძო, რას გაიგეთ? რამდენი მიიღეთ? საიდან ვინ რა იცის? აი რამდენი უნდა არის? მილიონი მიიღეთ? რატომ არ იქნებოდა? 600,000 ამორჩეველი, 500,000. ანუ ნაციონალურ მოძრაობას ყავს უძრავი ამორჩეველი. 500,000 მაინც ხო ყავს. ანუ 9 მილიონი ხო მიიღო იმ პარტიამ. რომელმა გახარიება იმან რომელმა ნაციონალურ მოძრაობა თუ გვარამიან მელიასი. რატომ არა? ამ არჩევნებში გამოჩნდა რომ ნაციონალურ მოძრაობაზე მეტი ხმა წაიღო იმ განშტოებამ ხო? კი ბატონო, შეკარით ბატონო, ამ გაყალბებულში არ ვიცი რა აღმოჩნდა. ეს 4-იანიც გამაოცეს ამ 4-იანმაც რა, როცა უნდა გაყალბებულიაო და თავისთვის ხმები რომ უნდა დაითვალონ და ნაციონალებს წაართვან, მაშინ არ არის გაყალბო ეს ლაპარაკი არ შეიძლება. მე მიხარია ეს რომ ლაპარაკო ბატონებო არა ვარ არც ერთი პარტიის წევრი. თქვენი პარტიის გარდა. რა თქმა უნდა, ერთადერთი პარტია მე იმიტომ გავაკეთე რომ არ ვყოფილიყავი რომელიმე პარტიის წევრი, არ გამხდარიყავი. პასუხს არ ვაგებ ვიღაცების უღლუტობებზე, არ შემიძლია. ნუ არაფერ არ შემიძლია, მე ვიღაცას უთხრა რომ კი მოვალ. ხვალ, მე ეს ღალატად მიმაჩნია. და 200,000 კაც გამოვიდეს და მე ვუთხარ რომ არასახში წადი. ვერ ვიგებ ეგეთ რაღაცას და ეხლა ვიღაცები არა და მაგას გეუბნებოდნენ ხო თქვენ რომ სააკაშვილის ხარდასაჭერად ხალხი რატო არ გამოიყვანეთ თოდია? თქვენ გეუბნებოდნენ ხალხი რატო არ გამოიყვანეთ სააკაშვილის ხარდასაჭერად თოდია? ოპოზიციურ სპექტრი. ხომ ამაზე შევთანხმდებით რომ გაყალბებულშიც კი ისე უბრალოდ ზეპირად ხო ვიცით რომ სადღაც 600,000 არსებობს კაც? არ არსებობს? ხომ არსებობს? რა
ამომრჩეველი მრევლი ხომ არსებობს ამომრჩეველი ოპოზიციის მრევლი ორი პარტიის მაინც არ არის და არა შესაძლოა 700,000 როგორ უგებთ ხელისუფლებას ვინ გითხრათ რომ 700,000 აბა გახარია და მელია გახარია ჩახსენით თქვენ გახარია ჩახსენით და ჩახსენით ლელო და როგორ იგებთ აბა თქვენ ვინ გითხრათ რომ ლიდერების ჩახსნა ნიშნავს მათი ამომრჩევლის ჩახსნას ვის მისმენთ რატომ ფიქრობთ ვახო რომ ლუსტრაცია რომ მოხდება დიახ იმდენივე ამომრჩეველი შერჩება ლელოს არავითარ ხო და როგორ გაიგებთ ხმას მე როგორ იგებთ ესენი აუზად გადმონაწილდებიან ლელოს ამომრჩეველი წავა და ნაციონალურ მოძრაობას მისცემს ხმას ნაციონალებს ისე მისცემენ გადახალისდა ნაციონალური მოძრაობა ეს ხო არ არის ძველი სახეების ზებნა თუ გინდათ ბატონებო უნდა ოცნებისგან გაიხედოთ მეტი წილი ახალგაზრდები არიან და ვის რა პრეტენზია გიორგი ბარამიძე ახალგაზრდა თუ რომელია აი სად არის ეს ბარამიძე კაცო მონაწილეობას იღებენ ესე იგი პავლენიშვილი სანიკიძე ახლები მოდიან სიაში ეგენი იყვნენ ამარჩევნებზე ეგენი იყვნენ თაკონო გულწრფელად მეუნებით მაგას გინდათ ამოგიღოთ სია ვინ იყო გამსვლისიაში გუბა სანიკიძე რომელი ნაცია იყო ან თამარ გუბაზი კი არა მისი შვილი გუბა სანიკიძე იყო სიაში თამარ კორძაია იყო და ვინ იყვნენ იმ სიაში ხო იცი და სად იყვნენ ეს ხალხი თამარ კორძაია რა სისხლში გასვლილი იყო ხო მაგრამ ნაციონალი ვინ იყო იქ რა იყო ხა თამუნავს რა პრეტენზია შეიძლება ქონდეს ძველი ოცნება ხო ამას ამიტომ აი ისე მიდის გადანაწილება ვახო რომ დღეს ვეღარ გაიგებ რომ აი იქ მაინც იქ არიან ვიღაცა სისხლის მსმელები ხტებით წარმოუდგენელია მანამდე აიგზალებაო ეს პარტია იმასაც ამბობ ხო ეგეც არანორმალური მგონია იმ 600,000 მის ამორჩეველს კრძალა რატომ ისეთი კარგი ხალხია რატო უნდა აკრძალო მე დასავლეთე რატო უნდა აკრძალო 600,000 თუ კი მართლა რუსეთზე მომუშავე ხელისუფლება არ ახარ კაცო კომპარტიის დაუცნობის მომხრეები არ არიან მე დასავლეთეები ვინც ოცნებას აძლევს ჩამოგითვალო გვარები ოცნებას ვინც აძლევს ხალხი კომუნისტური პარტიის წევრები ეხლა ძალიან მაგარი რადგან ახსენეს იმიტომ უნდა თქვა თორე ისი არის ეგრე ესენგეში ხმა მისცეს და მაგ ნაციონალურ მოძრაობაში არიან თაკო მაგ პარტიაში არიან შეყვანაში მაგრამ კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ უაშკაცესი ადამიანები აი უაშკაცესი ხალხი იყო აი უმაგრესი ხალხი ჭაბო ამირეჯიბი ნოდარ დუბაძე ჭაბო ამირეჯიბი რეზო თაბუკაშვილი ვაშკაცები მაგრები გადასარევები მე არ გეგონოთ ჩემ ოჯახს კი არ ვტოვებ რადგან ბატონ ჭაბო ახსენა გამორჩება ვიღა აი არაჩვეულებრივი ხალხი ხავდა ესე ლაპარაკი როგორ შეიძლება ნაციონალური მოძრაობიდან ამატყავთ ახლა გადაპორტირებული ტიპები ოცნებას კაცო თქვენ ამორჩეველზე ილაპარაკეთ თორე თავი ყოველთვის იცვლება ხოლმე პარტიების ვახო თავი მუდამ გამოიცვლება. თავი სააკაშვილი არა მაგ პარტიის თავი, თაკო. ხო, მე თავი სააკაშვილი არ არის. ხო, ესე იგი, ხელისუფლებაში თქვენ როგორ გგონიათ, დიახ. თელამ სამართლებრივ სისტემაში ერთი სააკაშვილი იყო, რომელსაც არაფერი საქართველოს ხელისუფლებაში ოპოზიცია რომ მოვიდეს, სააკაშვილი არ დაბრუნდება, ხელისუფლება რომ შეიცვალოს, სააკაშვილი ხელისუფლებაში თუ მოვიდა ნაციონალური მოძრაობა. არა, თუ ხელისუფლება შეიცვალა, სააკაშვილი არ დაბრუნდება ხელისუფლებაში. რა დაბრუნებაზე მელაპარაკებთ, ხალხო, ჯერ იმაზე არ აწერენ ხელს რომ სააკაშვილი გათავისუფლდა არ გათავისუფლდება ჩერგოლეიშვილი და ზურაბიშვილი და ტიპები ებრძვიან იმაში ციხეში მყოფ პატიმარს თუ გათავისუფლდა სააკაშვილი თქვა და მოვიდა ოპოზიცია ხელისუფლებაში სააკაშვილი უარს იტყვის მე კიდე იცით რას გეტყვით იცი როგორ საქართველოს ვინატრებდი ეხა ხო ვიცი რომ ვიღაც იქირქილებს მაგრამ ვიცი რომ ეს ალბათ მე მგონი ჩემი თაობა ვეღარ მოესწრება აი სააკაშვილის იმ ტვინს, იმ გავლენებს. დიახ. სწორად რომ გამოიყენებდა მომავალშიც. აი საქართველოს ვინატრებდი. შეცვლილი სამართლებრივი სისტემით. აი ესეც საქართველო იქნებოდა მაგარი. მაგრამ ჩვენ ახლა ჯერ უნდა კარგი ილუსტრაცია მოვახდინოთ. გასაგებია. კარგი ილუსტრაცია მოვახდინოთ ფეიქ ოპოზიციონერები. ოცნებას დავუტოვოთ, თუ ესე ძალიან უნდათ, იმიტომ რომ ნამდვილად ფეიქზე უარესი არაფერი არ არის, პირდაპირ ზურგში გაჩრილი ხანჯალია, რაც დღეს გააკეთა ლელომ. აი ეს არის ფეიქი ოპოზიცია, რასაც თამარ ჩარკვიანი რამდენი ხანია ყვირის. და რატომ არის აი წეგან თქვენ თქვით რომ სასაცილოა ეს ძალიან მოკლედ ერთი წუთი დაგვრჩა, ეს სიტუაცია რაც არის ახლა დარჩენილი რომ სასაცილო მდგომარეობაში აგდებენ ამ აქციასო. ნუ დაშალეს ყველაფერი. დაშალე და ძალიან უხერხული ვითარებაა ხალხთან არის ძალიან უხერხული. აი ხვალვე რო ისევ ვიღაცამ მოკიდოს ხელი ამ ყველაფერს გულწრფელმა. იქვე ის 200,000 კიდე კვლავ გარეთ ჩანს, რატო? ვინა ესეთი გულწრფელი?
ნუ არიან ახო რა გვარები ნუ ხო და ავტორიტეტი ხო უნდა ხალხს იცით რა ეს გამოჩნდება ბრძოლის დროს. ეხლა მაგათ რო დავასახელო, თქვენი წვით რომ არიღებს ის ადამიანი არ ძახის პრემიერობა მინდა, არც პატა ბურჭულაძე ამბობს პრემიერობა მინდა, მაგრამ სადარბაზო გაკეთდა, რაღაცა სადარბაზო და ისეთი სახეები მოვიდნენ, ცა გესი ამოვნებოდა. პატას 200.000 გამოყვება ქუჩაში, ბურჭულაძე სამხელ ავტორიტეტი აქვს. დარბაზ გამოყვება. ვინ არის ამ შექმნილ დარბაზს. ვინ აი დარბაზი რომ შეიქმნება. ვინ ვიჩევა? ახალგაზრდები, აუცილებლად ახალგაზრდა შექმნილ საბჭოს უეჭველად გამოყვება. მადლობა თაკო ჩარკვიანს. საქართველო არ აღმოჩნდეს რუსეთის და ირანის შუაში გაჭყლეტილი. აი მხოლოდ ეს არის ჩემი მიზანი. მე პირადად აი ამას ვდარდობ და ამას მადლობა თაკო ჩარკვიანს, ოთხ შაბათ შევხვდებით, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, განვაგრძელებთ.